საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 17 დეკემბერს წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენებას, ბარბარობას აღნიშნავს. დღესვე ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მოწამე იულიანას, ღირს იოანე დამასკელს და ღირს იოანეს, პოლივოტელ ეპისკოპოსს. დღესასწაული განსაკუთრებული სიხარულით თბილისში წმინდა გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში აღინიშნა. სადღესასწაულო წირვა ტაძრის წინამძღვარმა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა. გილოცავთ ყველას ბარბარობას, განსაკუთრებული დღეა ჩვენი ტაძრისთვის, მიულოცავ ჩვენს მრევლს და თითოეულ ადამიანს. სრულიად საქართველოს, ვინაიდან დღევანდელი დღე ყველას ძალიან უყვარს. და დღეს განსაკუთრებულად შევევედრეთ უფალს, რომ მოგცეს ერთმანეთის სიყვარული, მიმღებლობა, მოსმენის, მოთმენის და ურთიერთობის გაღვივების უნარი. ვინაიდან თუ არა ღმერთი, თუ არა წმინდანები ძალიან გვიჭირს ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობის დათბობა. მერთმაინებოს, რომ მშვიდობიანი მარხვა ყოფილიყოს და ეს შობის დიდი დღესასწაული, რომელიც გვიახლოვდება, მშვიდობით გვეზეიმოს ერთმანეთთან ურთიერთობით, ერთმანეთის გატანით და ერთმანეთზე ზრუნვით. წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში შეკრებილები სრულიად საქართველოს დღესასწაულს ულოცავდნენ. გილოცავთ ბარბარობის დღესასწაულს, მრავალ ბარბარობას დაესწარით წმინდა ბარბარეს შეწევნითა და მფარველობით. ჩვენ სამშობლოს ვუსურვებ მშვიდობას და ღვთის შეწევნას. სრულიად საქართველოს მიულოცავ ამ დღესასწაულს, გაძლიერებას, გათრიენებას ვუსურვებ ჩვენ ქვეყანას და ყველას გილოცავთ ამ დღესასწაულს. მართლმადიდებელ სამყაროს ულოცავ ბარბარობის დღესასწაულს, შეეწიოს მთელს მართლმადიდებელ საქრისტიანოს და ყველა პატარას. ვისურვებდი, რომ მეტი სიყვარული, მეტი თანაგრძნობა და ერთმანეთის ურთიერთპატივისცემა გქონოდეს ყველას. საქართველოში წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სახელზე არაერთი ტაძარია აგებული. ძველთაგანვე ქართველები დიდ პატივს მიაგებდნენ ამ წმინდანს და აშენებდნენ მისი სახელობის ტაძრებს. დღეს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინა.